ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრებების ჩატარება დასრულდა, სადაც მოსახლეობამ განსაზღვრა ის პრიორიტეტები, რისი განხორციელებაც სურთ მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამით საკუთარ სოფლებში. ძირითადი მოთხოვნა სოფლის იყო სასმელი წყალი და სარწყავი წყალი, რასაც პრიორიტეტად თვითონ მიიჩნევდა სოფლის მოსახლეობა. არის რამოდენიმე რიტუალების სახლი, შარშანდელი პროგრამით დაწყებული, რომელიც დასასრულებელია. იმ სოფლებზე გათვალისწინებული იქნება იმ რიტუალების სახლების დამთავრება. პრობლემები ყველა სოფელში მსგავსია. შიდა გზები, სასმელი და სარწყავი წყალი, რიტუალების სახლის მშენებლობა და არსებული რიტუალების სახლის გაფართოება. მიუხედავად იმისა, რომ სოფელ რატევანს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აქვს, მიმდინარე წელს რატევანში რიტუალების სახლში სამზარეულო აშენდება და გარე განათებების მონტაჟი დასრულდება. კონკრეტულად რატევანზე გეტყვით იმას, რომ სასმელი წყლის მოწესრიგება თუ სოფელს საჭიროებს, რატევანი მარაგდება ყარაბულახის სათავე ნაგებობიდან, ეს ქსელი ეკუთვნის გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას და გადასახადსაც შესაბამისად ისინი კრიფავენ და მათი ვალდებულება ამათი მოწესრიგება და არა სოფლის პროგრამის ფარგლებით გამოყოფილი თანხით. თანხი არ დაიხარჯოს. ეხლა როგორი მომენტია სოფლისთვის გამოყოფილი თანხა უნდა დავხარჯოთ. ქონდა ეგეთი პრობლემები ჩვენ წინა წელს. უნდა დავხარჯოთ წყალკანალის ქსელის საკუთრებაში არსებული ქსელის რეაბილიტაციისათვის, ანუ ხალხის ფულს ხარჯავთ წყალკანალისთვის, შემდეგ მოდის წყალკანალი და თავიანთ დახარჯული ფულით აღდენილი ქსელიდან მომარაგებულ წყალში ახდევს ფულს, ისე მოსახლეობა ცოტა შეუსაბამობა არის. სავარაუდოდ რატევანში მაგიტომაც სარწყავარს რაც შეეხება რატევანი რომ არა ჩვენ მუშაობთ მაგ თემაზე და საკმაოდ დიდ თანხებთან გავდივართ, დაახლოებით 400,000 ლარი ჭირდება რომ მთლიანად გასარწყავიანება მოხდეს რატევნის მოსახლეობისთვის კუთვნილი მიწების და ეს სოფლის პროგრამაზე არის. ეხლავე გეტყვით რატევანზე სოფელი რატევ 32,000 ლარი არის. ბოლნისის მუნიციპალიტეტში არის სულ 48 სოფელი. ამ 48 სოფელზევე სოფლის პროგრამის განვითარების ფარგლებში დამტკიცებულია 1,266,940 ლარი. 2014 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლნისისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 1,266,940 ლარი. თანხა სოფლებში კომლის მიხედვით გადანაწილდება. კრებების ჩატარება 26 თებერვალს დაიწყო და 10 მარტს დასრულდა. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, წელს განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობით მოთხოვნით გადაწყდა.